მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, ტრადიციულად ეკონომიკის და ბიზნესის მთავარი სიახლეები და რა თქმა უნდა ასევე ტრადიციულად ლარის კურსი, ლარი კვლავ გამყარდა დოლართან მიმართებაში, რაც კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი ფაქტორია ყოველთვის ხალხს უსვამთ ამას და არ მომწყვიტება ამის ხაზგასმა, ვინაიდან მყარი ლარი არსებული გლობალური ტურბულენციის პირობებში, რა თქმა უნდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ველით ბევრ სიახლეს გლობალური ტურბულენცია ვახსენეთ ამასობაში ვთქვათ, რომ ველით ბევრ სიახლეს გამომდინარე იქიდან რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება თქვათ, რომ ამ პერიოდს ასევე ისტორიულ მოვლენასთან გვაქვს საქმე, პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტი ჩინეთში, რომელიც ძალიან დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ საკითხს სხვაგვარად დაგვანახებს უკვე შემდგომი დღეების და კვირების განმავლობაში და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ყველა ერთად ბელი მსოფლიო ელის ირანის სულ უკეთოდ ვთქვათ კრიზისის, ხო, ხორმუზის სრუტის კრიზისის, ან როგორც გნებავთ ისე უწოდოთ ამ ნაწილს, მაგრამ ჯამში ამ პროცესის დასრულებას ვინაიდან ძალიან ბევრ შემთხვევაში ეკონომიკური პროგნოზების მთელი რიგი საკითხები მიმდინარეობა სწორედ ამ მიმართულებაზეა დამოკიდებული, მართლაც ძალიან საინტერესოა, როდესაც მათ შორის დღეს ამ დღეების განმავლობაში ვეცნობით ჩვენთვის საინტერესო ანალიტიკურ მიმართულებებს, ყოველთვის საინტერესო დაკვირვების ნაწილია რა პროგნოზები კეთდებოდა მარტის დასაწყისში, მარტის ბოლოს, აპრილის განმავლობაში და რა პროგნოზები კეთდება ახლა, აი გუშინ დღეს პრეზიდენტ ტრამპის მოსალოდნელ და უკვე შემდგარ ვიზიტთან დაკავშირებით ჩინეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ჩვენ შემდგომშიც დეტალურად ვისაუბრებთ. მანამდე რომ დაუბრუნდეთ საქართველოს ნაწილს, ჩვენ გუშინ ვნახეთ განახლებული მონაცემები ექსპორტის, ანუ აპრილში საქართველოსთან ექსპორტი გაიზარდა 21.1% და რეკორდულია მთლიანობაში აპრილის მაჩვენებელი 16%-ზე მეტით გაიზარდა ამ წელში ექსპორტი, რაც რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვალუტის კურსით დავიწყეთ საუბარი და ვალუტის კურსთან დაკავშირებით რო ვთქვათ, ჩვენ ვამოთხოვთ ფუნდამენტურ ფაქტორების ზემოქმედებას ლარის კურსთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა აქ ექსპორტი, წინა ექსპორტი, რა თქმა უნდა არის ის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც სხვა ფაქტორებთან, სხვა ფუნდამენტურ ფაქტორებთან ერთად კურსზე მოქმედებს და მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური ტენდენცია გრძელდება. ჩვენ პირველი კვარტალის მაჩვენებელს არაერთხელ მოვიხილავდით და რა თქმა უნდა ახლა საშუალება გვაქვს პირველ კვარტალს დავუმატოთ ერთი თვეც აპრილის მაჩვენებელი. მოთ მოვისმინოთ ამაზე ეკონომიკის სამართლიანი განვითარების მინისტრის მოადგილის ბატონი ვახტანგ ციცაძის შეფასება. აპრილის თვეებთან შედარებით ექსპორტის მოცულობა რეკორდული არის. ასევე თუ შევაფასებთ 4 თვის ექსპორტის მაჩვენებლებს, ვნახავთ რომ დაახლოებით 21%-იანი ექსპორტის ზრდა ფიქსირდება და ასევე რეკორდულია ექსპორტის მოცულობა 4 თვის ჭრილში. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ქვეყანაში იზრდება ბიზნეს აქტივობა, რაც გამოიხატება ერთის მხრივ ადგილობრივი წარმოების ზრდაში, რომელი პროდუქციის გატანაც ხდება საერთაშორისო ბაზრებზე, ხოლო მეორეს მხრივ იზრდება რეექსპორტირებული პროდუქტის მაჩვენებელი, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლის ზრდა და ზოგადად ეკონომიკური დოვლათის გენერირებას. სახელმწიფო ხარს უჭერს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ადგილობრივი წარმოება არის ზუსტად ის მიმართულება, რომელიც ქვეყანაში ქმნის მაღალდამატებით ღირებულებას, ქვეყანაში შემოაქვს საერთაშორისო და უცხოური ინვესტიციები, ქვეყანაში ასაქმებს ადამიანებს, შესაბამისად არაერთი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომელიც უშუალოდ მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული და საბოლოო ჯამში ყოველივე ზემოაღნიშნული დამატებული იმ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, რომელიც საქართველოს გააჩნია, აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს საშუალებას, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია გაიტანონ საერთაშორისო ბაზრებზე, იყვნენ კონკურენტუნარიანი და შესაბამისად ქვეყანაში შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, დამატებითი წარმოების სიმძლავრეები და ასე შემდეგ. დიახ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და საინტერესო იყო შეფასება ამ კუთხით ბატონი ვახტანგის ამ წელში ბუნებრივი ექსპორტის განვითარება ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და როდესაც ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ექსპორტის განვითარების მიმართულებაზე, აუცილებლად ამ ნაწილში ვახსენებთ ხოლმე შემდგომ უკვე დაზუსტებულ ჩაშლილ მაჩვენებელს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არა დაზუსტებულს, არამედ ჩაშლილ მაჩვენებელს. ცალკეულ შემთხვევაში ვსაუბრობთ ადგილობრივი ექსპორტზე, რაც კიდევ უფრო ზუსტად აჩვენებს ამ თხოვში ადგილობრივი წარმოების საექსპორტო შესაძლებლობებს და რა თქმა უნდა, ჩინეთი ვახსენეთ, პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტი ვახსენეთ ჩინეთში და ჩინეთი საქართველოსთვის საექსპორტო ჭრილში რა თქმა უნდა საინტერესო ქვეყანა და გადავინაცვლოთ უმნიშვნელოვანეს თემაზე, რომელიც
ასევე დაკავშირებულია საექსპორტო პოტენციალთან და არა მხოლოდ ენერგეტიკას გულისხმობთ და ენერგეტიკაზე საუბრობთ და რა თქმა უნდა ნახეთ ტრადიციულად არა იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორია, არამედ იმიტომ რომ ჩვენთვის მანამდე გამორჩეული იყო და რჩება გალთენთაგართის კვლევები და შეფასებები ამ კუთხით. ნახოთ პირველი დიაგრამა, სადაც საექსპორტო პოტენციალს ვლაპარაკობ, ჩავის ზღვის წყალქვეშა კაბელი. ჩვენ დღეს ენერგეტიკაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ენერგეტიკაზე როდესაც ვიწყებთ საუბარს, გარკვეულწილად ენერგეტიკის თემას სხვა ახალი სიცოცხლე შეეძინა სტრატეგიულ თვალსაზრისით, არასოდეს არ ყოფილა ენერგეტიკა და ელექტროენერგია არასტრატეგიული, მაგრამ კიდევ უფრო მეტად, რა თქმა უნდა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელმა, რომელიც ევროპაში ექსპორტის ახალ საგრძნობლებს ქმნის და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის დღეს უკვე ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერა ჯამში და ამ პროექტის შეიძლება ასე ითქვას, რეალურობასთან კიდევ უფრო ახლოს ყოფნა ცხადია მეტი დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა, მეტ ინტერესს აჩენს, მეტ მიზიდულობას ქმნის ინვესტორებისთვის და რა თქმა უნდა, მთავარი ნაწილი კიდევ ერთხელ საექსპორტო შესაძლებლობა ერთია. ბუნებრივია ამ ჭრილში, მაგრამ ენერგო უსაფრთხოება არასოდეს არ უნდა დაგვაუწყოს, რომ მარტივად კაბელს ორი ფუნქცია აქვს, მათ შორის შესაძლებელია ჩვენ დაგვჭირდეს ასევე ევროკავშირისგან ცალკეულ შემთხვევაში ჩვენი ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ევროკავშირს დაჭირდეს პირიქით ელექტროენერგიის მოთხოვნა მიწოდება. ამ ჭრილში მოკლედ კაბელის ნაწილი მართლაც ფანტასტიკურია და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სახელმწიფო სექტორის ჭრილშიც აქ ამ სტუდიაში, მათ შორის ეკონომიკის სამართლმგრადი განვითარების მინისტრთან ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით. კერძო სექტორის ჩართულობით, მოკლედ კაბელზე ბევრს ახლა და ამ წუთას ამ ნაწილში აღარ ვისაუბრებთ, თუმცა ენერგეტიკის თემაზე კვლავ ვისაუბრებთ, ბუნებრივია, ვინაიდან ენერგეტიკა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია თვითკმარობის უზრუნველყოფის ჭრილში. ჩვენ გალთის კვლევიდან რამოდენიმე ამონარიც შემოგთავაზებთ და შემდგომ გავაგზავნებთ ბუნებრივია ამ თემაზე საუბარს. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ შევხედავთ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტენდენციას, უბრალოდ ძალიან მშრალად მინდა შევხედოთ ტრენდის ნაწილს, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს 20-35 წლისთვის და ამ დინამიკას ხედავთ ამ ნაწილში და როდესაც საუბრობთ ელექტროენერგიის ზრდის მოხმარების ზრდის მიმართულებაზე, აუცილებლად მოვახსენოთ ეკონომიკური ზრდა, ხომ? ანუ ხშირად თითქოს ამ ფაქტორს არ ვითვალისწინებთ ხოლმე ყოველ შემთხვევაში საუბარში. ეხლა რამდენად პირდაპირ პროპორციულად ამ თემას დავთვალოთ, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტია ეკონომიკური ზრდის პარალელურად ცხადია ჩვენ გვეზრდება მოხმარება ელექტროენერგიაზე და ბევრი ფაქტორია ამ კუთხით, მათ შორის მომხმარებლის გადაწყვეტილებები, სხვადასხვა მიმართულებით, უფრო თამამი გადაწყვეტილებები ბუნებრივია შემოსავლის ზრდასთან ერთად ელექტროენერგიის მოხმარების ჭრილში, თუმცა არა მხოლოდ ეს ნაწილი, შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც გარკვეულწილად უფრო შევხედავთ ვითარებას ამ მოხმარების ჭრილში და აქ მინდა ორ საინტერესო ფაქტორს მივაქციოთ. ყურადღება, რასაც მათ შორის გავთავაზოთ, თუ 2025-ში 1.1%-ია ავტოპარკში, მაგალითად, ელექტრომანქანების წილი, 2025-ის პერიოდში უკვე ნავარაუდებია 15%-მდე ზრდა და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია, რაც თითქოს არაფერი, ხო, მაგრამ აი როგორ შეიძლება გავლენა მოახდინოს შემდგომ ელექტროენერგიის მოხმარებაზე, ოჯახების წილი კონდიციონერების ფლობის მიხედვით, თუ ახლა 21%-ზე ვსაუბრობთ, გაორმაგებულ მაჩვენებელზეა ფაქტობრივად საუბარი 20-35. აი ყოფითი მარტივი საკითხი, მაგრამ აი ამ სიმარტივეში ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოხმარება ელექტროენერგიის ჭრილში გაიზრდება. ჩვენს მაყურებელს კარგად ახსოვს, როდესაც აქ ყვავდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბატონ ლევან მიხოძე, აქ ამ სტუდიაში ბატონ ლევანმა აღნიშნა, როცა ელექტრომობილების, ელექტროავტომობილების, ელექტრომანქანების ზრდაზე იყო საუბარი, ორი ნამახვანი შეიძლება არ იყოს აი ამ მოცულობის ზრდას. ცხადია თუ ამას გადავთარგმნით ჰესების ჭრილში უფრო დეტალურად და შემდგომი დიაგრამა ბოლო დიაგრამა ამ ნაწილში, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ განახლებადი ენერგიის მიმართულებით და აქ საინტერესოა, რომ გენერაციის ჭრილში ყველაზე მაღალი წილი გენერაციაში განახლებადი ენერგიის ნაწილში აქვს სწორედ საქართველოს, ჩვენს ამ შემთხვევაში ბუნებრივია შესაძლებელი ქვეყნებია ჩვენი მეზობელი ქვეყნები. ცხადია, მე ვახსენე, რომ ეს კვლევა არის სწორედ გალთენთაგართის კვლევა და მინდა დღეს ამ თემაზე ვისაუბროთ გალთენთაგართის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსთან მარიამ ჩახვაშვილთან. მარიამ, მოგესალმებით, მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მობრძანებისათვის. გთხოვთ და
როგორც ყოველთვის ვანებიურებს გავთ საინტერესო კვლევებით, ბევრი მიმართულებით. ისიც კი ვიცი შემდეგ კვირაში რა კვლევაზე უნდა ვისაუბრო, მაგრამ ჯერ დღეს არ გავამხელე რა თქმა უნდა. მაგრამ ძალიან საინტერესო თემა, ჩვენ ძალიან აქტუალური და ენერგეტიკაზე ვისაუბროთ. დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაზე და ძალიან მნიშვნელოვან სექტორზე, სადაც ჩვენ ნახეთ ბოლო პერიოდში ძალიან ისეთი არაერთი საინტერესო დისკუსია ამ თემის ირგვლივ, თუმცა პირველ რიგში თქვენი პუბლიკაციის ირგვლივ მინდა ვისაუბრო. რა იყო ზოგადი სურათი და მიგნებები ამ შემთხვევაში ამ მიმართულებით? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, საინტერესო შესავლისთვის. ფაქტობრივად ნაწილი ჩვენი კვლევის უკვე გამჟღავნეთ. ძალიან მშრალად. ვეცდები რომ გავარცო. ესე იგი ჩვენი მიზანი იყო რომ შეგვეხედა პირველ რიგში ელექტროენერგიის ბალანსისთვის რა ისტორიული მდგომარეობა არის, რა შეიძლება შევცვალოთ ჩვენს პროგნოზებში. ამას ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ, ვუყურებთ ისტორიულ მონაცემებს, პროგნოზებს და ამ პროგნოზების მიხედვით ვცვლით ჩვენს სამომავლო მოლოდინებს სექტორის შესახებ, საინვესტიციო კლიმატის შესახებ და ასე შემდეგ. ეხლაც ეს პერიოდი იყო, გავაკეთეთ გადახედვა, შევხედეთ პირველ რიგში ისტორიულ მონაცემებს, ჩვენ ვნახეთ რომ ახლა მოხმარებით დაიწყეთ თქვენ ელექტროენერგიის მოხმარება იზრდებოდა 3.4%-ით. და დაახლოებით იგივე ტემპით ზრდას ველოდებით მომავალი 10 წლის განმავლობაშიც. სწორედ აღნიშნეთ, ეკონომიკის ზრდა არის მთავარი ფაქტორი, რასთანაც მჭიდრო კავშირში არის ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა. ისტორიულადაც რომ შევხედოთ, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა მიყვებოდა ეკონომიკის დას. სულ ერთი წელი გქონდა თუ ორი გამონაკლისი 22-23, როდესაც ეკონომიკა იზრდებოდა უფრო სერვის ორიენტედ სექტორების ხარჯზე და კლება გქონდა მაღალი ენერგოტევადობის ინდუსტრიებში. როგორც არის მეტალურგიული ქარხნები, როგორც არის ფეროშენადობ ქარხნები, ანუ ზუსტად ამ წლებში გქონდა შენელება აქეთკენ, ანუ მძიმე მრეწველობაში და იყო უფრო სერვისზე ორიენტირებული ინდუსტრიების ზრდა. ამიტომ იყო აცდენა, ასე ვთქვათ, ელექტროენერგიის მოხმარებასა და ეკონომიკის მოხმარებას შორის 2022-23 წლებში. 24-ში და 25-ში ტენდენცია ისევ დაემთხვა ერთმანეთს. ესე იგი, მოხმარების ნაწილში ჩვენ რო შევხედეთ პროგნოზს, აქაც გქონია, რომ ისევ ეკონომიკის დაიქნება მთავარი მამოძრავებელი, გამოვყავით ის ორი ფაქტორი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, რომელიც უკვე მოსახლეობის მხარეს დამატებით გაზრდის მოხმარებას. რა თქმა უნდა, მიწოდების მხარესაც შევხედეთ, მიწოდების მხარეს ერთი მთავარი ფაქტორი, რაც არის საქართველოსთვის მახასიათებელი, და ამაზე ხშირად საუბრობენ ხოლმე თქვენთან, არის ჰიდროსადგურების სეზონურობა. ჩვენთან ახლა გენერაციის 80% მოდის განახლებად ენერგიაზე, ხო? ეს არის ძირითადად ჰიდროსადგურები და 1% არც კი გვაქვს ქარის სადგურის და ეხლა დაგვემატა რამდენიმე მზის ელექტროსადგური. ჯამურად ეს განახლებადი გენერაცია არის უფრო მეტად ზაფხულის თვეებზე კონცენტრირებული. გაზაფხულის განმავლობაში უფრო მაღალი არის ჰიდროგენერაცია, ზუსტად ამ პერიოდში მოხმარება შედარებით დაბალია. მოხმარების პიკი ჩვენ გვაქვს დეკემბერ-იანვარში და ამ პერიოდში შედარებით დაბალი გვაქვს ჰიდროგენერაცია. ანუ იმპორტ-დამოკიდებულება ჩვენ ყველაზე მაღალი გვაქვს ზამთრის პერიოდში, სექტემბრიდან აპრილის განმავლობაში დეფიციტური პერიოდი. ეგრეთ წოდებული ზამთრის პერიოდი, რომელიც 8 თვე გრძელდება ენერგეტიკაში, არის სექტემბრიდან აპრილის განმავლობაში. ახლა წელს მაგალითად იანვარში გქონდა 36% იყო მხოლოდ აი ამ ჰიდროების გენერაცია. დანარჩენი ჩვენ დაგვჭირდათ ფოსადგურის ჩართვა და იმპორტის გაკეთება. რაც ნიშნავს, რომ თვიდან თვეზე დეფიციტი კიდევ უფრო მეტად ღრმავდა. ფოსადგურის ჩართვაც, ასე ვთქვათ, ფასი ამ შემთხვევაში გაზის ბუნებრივი ესეც ჩვენ იმპორტ დამოკიდებულებაში მივათვლით ხოლმე, იმიტომ რომ გაზიც იმპორტი არის პირდაპირ, რომლითაც მუშაობენ ფოსადგურები. ნედლეულად გამოიყენება. ასე რომ აი წლის ჭრილშიც კი რომ შევხედოთ, იმპორტ დამოკიდებულება ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის უცვლელი არის, დაახლოებით 26-27%-ის ფარგლებში არის ელექტროენერგიას პლუს ფოსადგურები, თუმცა სეზონურად რომ შევხედოთ, კიდევ უფრო მეტად ღრმავდება იანვარ-დეკემბრის დეფიციტი და კიდევ უფრო მაღალი არის საჭიროება ამ თვეებში გენერაციის. ჩვენ იმასაც შევხედეთ, როგორ შეიძლება ეს დეფიციტი დაკმაყოფილდეს და გვაქვს იქ ნაჩვენები, გრაფიკი, სხვადასხვა ტიპის სადგურები, რომელი მეტ გენერაციას გვაძლევს აი ამ ზამთრის 8 თვის განმავლობაში და ცალსახად ჩანს, რომ ქარის სადგურები
არის პირველი, ვინც ყველაზე მეტ გენერაციას გვაძლევს ამ პერიოდში და რეზერვუარიანი ჰიდროსადგურები. მოდინებაზე ჰიდროსადგურს და მზის სადგურებს თითქმის ერთნაირი წლიური პროფილი აქვთ და მათი 60% მოდის აი ამ დეფიციტურ თვეებზე და 40% მაისი-აგვისტოს ისედაც ჭარბი გენერაციის პერიოდზე. გავაგრძელებდი, მაგრამ მე მგონი არა, გავაგრძელებ ძალიან საინტერესო, მე უბრალოდ რამოდენიმე ნაწილი მაქვს მონიშნული, რადგან მინდა რომ უფრო სიღრმეში ჩავიდეთ, მაგრამ განაგზეთ კლუბის ნაწილი. მთლიანობაში ჩვენ შევხედოთ მოხმარება მიწოდების თვალსაზრისით, რა სიტუაცია გვქონდა ბოლო 10 წლის განმავლობაში და სად შეიძლება წავიდეთ. ხო, აი სცენარები სად მივდივართ, ეს მართლაც მნიშვნელოვანია. ხო, ანუ ბოლო 10 წლის განმავლობაში ხედავთ, რომ გენერაციის ობიექტები შენდება, ახალი ობიექტებს ჩვენ ხედავთ, მაგრამ მოხმარება უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე გენერაცია. და შედეგად ფაქტიურად იმპორტზე დამოკიდებულება მეტნაკლებად ერთ და იგივე ნიშნულზე რჩება. ჩვენ შევხედოთ, რაც აშენდა სადგურები, ისინი რა წახალისების მექანიზმით სარგებლობდნენ და ცალსახად გამოჩნდა რამდენად მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს მხრიდან წახალისების მექანიზმები. რეალურად რომ ვთქვათ, საერთოდ არანაირი წახალისება, ვისაც არ ქონია, ეს არის აი ბოლო 10 წლის განმავლობაში დაემატა 1.5 გიგავატის სიმძლავრე და ამის 6% იყო მხოლოდ, ვისაც საერთოდ არ ქონია წახალისების მექანიზმი და ესენი იყვნენ მხოლოდ პატარა სადგურები. საშუალოდ 2 მეგავატიანი სადგურები. ანუ რეალურად მხოლოდ მცირე ზომის სადგურები არიან, ვისაც შეუძლიათ რომ CFT-ის წახალისების სახელმწიფოს მხრიდან წახალისების მექანიზმის გარეშე აშენდნენ. რეალურად ცოტა მოზრდილი ზომის სადგურებს ყველას ჰქონდათ სახელმწიფოს მხრიდან წახალისება და ეს არ იყო მხოლოდ რამდენიმე თვიანი PPA, გვაქვს შემთხვევები 12 თვიანი PPA-ის, გვაქვს შემთხვევები, როდესაც იყო 8 თვიანი PPA პლუს ექსპორტის ხაზზე გარანტირებული დაშვება, ან სხვადასხვა მექანიზმები, რომლითაც ინვესტორს სახელმწიფო აძლევს გარანტიას, რომ ის უახლოესი 10 იქნება 15 წლის განმავლობაში მიიღებს შემოსავალს. ანუ გარანტირებულად გაყიდის მის გარანტირებულად მიიღებს შემოსავალს. ეხლა რაც არ უნდა ვისაუბროთ, ეს არის თუ არა ტვირთი სახელმწიფოსთვის, ცალსახად ჩანს, რომ ეს არის აშკარად საჭირო ინვესტორისთვის. იმიტომ რომ 2017-22 წლებში, როდესაც იყო მორატორიუმი გამოცხადებული PPA-ებზე და ყოველგვარ წახალისების მექანიზმზე სახელმწიფოს მხრიდან, ფაქტიურად ახალი მემორანდუმები არ გაიცემოდა. ანუ ამ 5 წლის განმავლობაში, რომელსაც წინა ხელისუფლების თუ მინისტრის პირობებში უძრაობის ხანასაც უწოდებდნენ, აი ამ 5 წლის განმავლობაში ახალი სადგური არ აშენებულა, ახალ მემორანდუმს ხელი არ მოწერია და იმის მერეც ვხედავთ ჩვენ შენელებას მშენებლობის ტემპში. ანუ ამ პერიოდში 2017-დან დღემდე თუ რამე აშენდა ძველად გაფორმებული მემორანდუმები. ამიტომ ის რომ სახელმწიფომ თავიდან შემოიღო ეს CFT-ის მექანიზმი, აშკარად და ცალსახად და ხმამაღლა სათქმელი არის, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი, მისასალმებელი ნაბიჯი, ამან გამოიწვია კიდევაც ინვესტორების გაზრდილი ინტერესი და ჩვენ ვხედავთ, რომ პირველ მეორე აუქციონში, მესამე აუქციონში თუ პირდაპირ მოლაპარაკებაში საკმაოდ ბევრი განაცხადი იყო შესული. ანუ გარკვეულწილად მარიამ ქრივიშვილის გუნდისთვის ეს გამოწვევაც იყო, იმდენად გაზრდილი იყო ინვესტორების ინტერესი. დღეს ვხედავთ აშკარად მომატებულ ინტერესს, ბევრი განაცხადი არის შესული სამინისტროში, თუმცა აი წელს უკვე თქვენს გადაცემაშიც და არაერთხელ გაჟღერდა, რომ მთავრობას აქვს თავისი გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს ენერგეტიკა და ეს გეგმა გულისხმობდა 4 გიგავატის დამატებას 2032 წლამდე და 2036-მდე კიდე დამატებით 2.8 გიგავატის. გულწრფელად ვიტყვით, რომ მიგვაჩნია, რომ ეს გეგმა ამბიციურია ზედმეტად. მისასალმებელია ესეთი ამბიციურობა, მაგრამ გქონია, რომ ამ ვადებში ვერ მოესწრება. ამიტომ ჩვენ ცოტათი დავაკორექტირეთ ეს მთავრობის გაცხადებული გეგმა და ჩვენ გქონია, რომ 2035 წლისთვის აი ეს 4 გიგავატის დამატება არის შესაძლებელი. ამიტომ ჩვენი საბაზისო სცენარი სწორედ ასე ავაწყეთ და ამას დავაფუძნეთ. რა თქმა უნდა, გავაკეთეთ პესიმისტური სცენარიც, რომელიც გულისხმობს უკვე, რომ როგორც აქამდე ვითარდებოდა გენერაციის ტემპი, ცოტა ნელა, ბევრწლიანი დაგვიანებით, ასე გაგრძელდეს. რეალურად დიდი აჩქარების გარეშე თუ არ იქნება მშენებლობის ტემპის აჩქარება, ჩვენ
დარჩებით იმპორტდამოკიდებულები და ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო გაღრმავდება. ამას აჩვენებს ჩვენი პესიმისტური სცენარი. თუმცა თუ ავჩქარდით, როგორც დაგეგმილი არის მთავრობის მხრიდან და როგორც შესაძლებელი არის აი ამ გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, მაშინ გვაქვს შესაძლებლობა რომ ვიყოთ წმინდა ექსპორტიორები და უკვე შავი ზღვის კაბელიც დავტვირთოთ სხვა ელექტროგადამცემი ხაზებით მეზობლებთან და ასე შემდეგ. კი ბატონო, მარიამ, ძალიან კარგია ახლა ერთი ასეთი საკითხი, რომ ჩვენ ვინახავთ ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ჩვენი არქივი უკვე ინახავს ახლა თქვენ შეფასებას და მანამდე მთავრობის შეფასებას აქ ეთერში. და მართლაც ნახოთ ეს სცენარების ნაწილში ნებისმიერ შემთხვევაში, რაც თქვენ აღნიშნეთ, თუ არ იქნა შესაბამისი ტემპი უზრუნველყოფილი, ბუნებრივია, რომ ვხედავთ წლიდან წლამდე მართლაც რომ იმპორტ დამოკიდებულების ნაწილი არ იცვლება, ვთქვათ ამ კუთხით და მართლაც ეს პრობლემური საკითხი. მაგრამ აუცილებლად მინდა გითხოთ, როცა ჩვენ საუბრობთ ზოგადად გენერაციაზე ჯამში და ვახსენეთ მზე, ქარი და ჰიდრო, თუ არ მეშლება თქვენ ბრძანდებოდეთ ჩვენს ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაზე, სადაც ეს საკითხი დაისვა საკმაოდ ისეთ აქტიურად, ასე ვთქვათ, მზის წარმომადგენლებს, ასე ვიტყოდი, ჰქონდათ მათი მოსაზრება, ჰიდროს ცალკე და ქარს ცალკე, ასე ვთქვათ, ამ ნაწილში და მინისტრის მხრიდან, ხალხო ქრუშულის მხრიდანაც იყო და პრიორიტეტება, ასე რომ ვთქვათ, ჰიდრო, ქარი, მზის ჩართვის ნაწილში. თქვენ როგორ აფასებთ ამ ნაწილს, რატომ არის ამ შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის შეხედულებები, იგივე სხვადასხვა მიმართულებებიდან, ვიტყოდი ასე ენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მიმართულებები, პირობითად მიმართულებებს დავარქვა. ქარი მაყურებს რომ აუხსნათ უბრალოდ, რას ნიშნავს და რატომ საჭიროებს ეს თუნდაც აი ასეთი ტიპის გარკვეულწილად რანჟირებას და პრიორიტეტებას, აი ვერც ვძებნი ასე ვთქვათ სიტყვას, რომ რატომ ქარი და არა მზე და ასე შემდეგ. თუ სწორედ მიხვდი რა დაპრიორიტეტებაზე არის საუბარი. დაერთებაზე, ასე რომ ვთქვათ. დაერთება თუ გათიშვა. გარკვეულწილად ერთმანეთთან მაშინ ცოტა ვრცლად ავხსნა. კი, იმიტომ რომ აუცილებლად. ეს არის საკითხი, რომელიც კიდევ იქნება დისკუსიისაგან მეეჭვმობს. არც ესეთი მარტივი გასაგები არის, ვინც არ ერკვა იმათთვის. მოდი დავიწყოთ ქვეყნის საჭიროებებიდან. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ქვეყნის პირველ რიგში მთავარი საჭიროება არის ზამთრის დეფიციტის შევსება. ანუ სექტემბერ-აპრილის პერიოდში გენერაცია. ამ გენერაციას ჩვენ ყველაზე კარგად გვაძლევს ქარის სადგურები, შემდგომ მოდინებაზე ჰიდრო და შემდგომ მზის სადგურები. რა თქმა უნდა, რეზერვუარიანი ჰიდრო სულ სხვა განზომილებაში დგას, მასაც ზამთრის გენერაციის მოცემა შეუძლია. ეს რეზერვუარიც რო განმარტოთ ამ შემთხვევაში, ხდება დაგროვება. ხო. და ამ შემთხვევაში საჭირო დროს მიწოდება. თავიდან რა ვთქვათ, ასე კი ბატონო, ქვეყნის მთავარი საჭიროება გვაქვს ზამთრის დეფიციტის შევსება, რაც არის სექტემბერი-აპრილის პერიოდში გენერაცია და როგორც თქვით, ყველაზე კარგად და ყველაზე დიდი რაოდენობით გენერაციას ამ პერიოდში გვაძლევს ქარის სადგურები, რეზერვუარიანი ჰიდროსადგურები, მოდინებაზე ჰიდრო და მზის სადგურები. მოდინებაზე ჰიდრო და რეზერვუარიანის განსხვავება რომ ავხსნათ, რეზერვუარიანი არის სადგური, რომელსაც აქვს სულ მცირე რამდენიმე მეტრიანი კაშხალი, რომელიც აგროვებს წყალს და ამ წყლის დაგროვების და შემდგომ გაშვების ხარჯზე შეუძლია რომ თავის ჭუაზე ატრიალოს გენერაციას. მდგრადად გამოიმუშავოს. ან ეს გენერაცია გადაიტანოს სეზონიდან სეზონზე, როგორც ენგურს შეუძლია მაგალითად, ენგურს აქვს იმის საშუალება, რომ დააგროვოს ზაფხულის შემოდგომის განმავლობაში და ზამთარში გაუშვას წყალი და ესე გენერაცია გადაათანაბროს. ან ქონდეს რამდენიმე საათიანი რეზერვუარი მაგალითად დღის საათებში დააგროვოს, როდესაც მაღალი მზე გვაქვს და მზის მაღალი გენერაცია შეიძლება გქონდეს და ღამის საათების განმავლობაში გამოიმუშავოს. ეს არის რეზერვუარიანი ჰიდროსადგურების დიდი უპირატესობა. ანუ ქარს და მზეს თავისი გამოწვევა, რომელსაც შემოიტანენ სისტემაში, როდესაც აშენდებიან, ეს არის დღის განმავლობაში მათი ცვალებადობა. ანუ დღის განმავლობაში ხამზე გასაგებია, რომ გვაქვს დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი გენერაცია აქვს დილის 10-დან შუა დღის 3-4 საათამდე. ქარის სადგურებს უფრო თანაბრად აქვს გადანაწილებული საღამოთი მეტი გენერაცია აქვს, მაგრამ ეს ქარიც მერყევი არის დღის განმავლობაში, ანუ შეიძლება აუცებ მაღალი ქარი ამოვარდეს ან პირიქით ჩადგეს და ამან გამოიწვიოს დიდი ვარიაცია მათ გენერაციაში. ეს არის დამატებითი გამოწვევა სისტემისთვის. ყველაზე მეტად
სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის, რომლის ფუნქციაც არის, რომ ეს გენერაცია მუდმივად, სტაბილურად მიეწოდოს მომხმარებელს. ანუ ეს მეორე გამოწვევა საათობრივად დღის განმავლობაში ცვალებადი გენერაციის გადათამაშების და მომხმარებლობამ და უსაფრთხოდ მიტანის გამოწვევას ყველაზე კარგად პასუხობს რეზერვუარიანი ჰიდროსადგური. რაც აღვნიშნეთ, ხო? თუნდაც რამდენიმე საათიანი რეზერვი, რომ მოხდეს დღის განმავლობაში დაგროვა ბაღამე გამოშვება, ან როდესაც უცებ ჩაქრება, ჩადგება ქარი, ან უცებ ღრუბელი გადაივლის ამ პერიოდში გენერაციის გაზრდა დისპეჩერის გადაწყვეტილებით ამ დადებით ეფექტს გვაძლევს მხოლოდ რეზერვუარიანი ჰიდროსადგური. გარკვეულწილად ამ დადებით ეფექტს გვაძლევს ბატარეებიც, თუმცა არა სეზონურს, არამედ საათობრივს და ამასაც იგივე შეკრების საშუალება ბატარეა იგივე ის არის, რომ დააგროვოს დღის განმავლობაში და მერე სხვა საათებში გაუშვას. თუმცა ტექნოლოგიურად ეს ისე არ არის განვითარებული, რომ ამან დიდი ვარიაციები მოგვწევს. ეს უფრო არის რაღაცა სისტემის დაზღვევის საშუალება. ამ მიმართულებითაც სახელმწიფო ელექტროსისტემა მთავრობასთან ერთად მუშაობს და გვაქვს ჩვენ პროექტი 200 მეგავატიანი ბატარეების, რომელიც აზიის განვითარების ბანკთან ერთად ეხლა არის feasibility-ს კვლევის ეტაპზე. ეს არის მოკლედ რო ავხსნათ რა ძალიან გასაგებად ახსენით, კი ბატონო. არც ისე მოკლე გამოვიდა, მაგრამ ძალიან გასაგები ყოველთვის. რა მდგომარეობა არის აქ? ეხლა გეგმას და მოლოდინებს რა შევხედოთ. აი ამ მთავრობის გაცხადებული გეგმის მიხედვით გვაქვს რომ 1700 მეგავატი მზისადგური უნდა დაემატოს, 1300 მეგავატი ქარის და 1000 მოდინებაზე ჰიდრო. ეს ნიშნავს რომ დამატებით ეს 4000 მეგავატი რაც შევა სიმძლავრე გენერაციის თვალსაზრისით მოგცემს აი ამ ვარიაციებს. მაგალითად საათობრივად მზისადგური მოგცემს მაღალ გენერაციას დღის საათებში მოგცემს მაღალ გენერაციას სხვადასხვა საათების განმავლობაში და ეს მოხმარების პროფილთან ერთად შეიძლება გარკვეულ გამოწვევებს ნიშნავდეს. და ამიტომ სექტორს რა კითხვაც აქვს ხოლმე არის თუ დადგა ისეთი შემთხვევა რომ აი ამ მზისადგურები ყველა ერთად იმუშაობს და მოხმარება მაგ დროს არ გვექნება ისეთი მაღალი და ყველა გენერაცია თავის დროზე შევა ექსპლუატაციაში, მაშინ გვექნება ზაფხულის პერიოდზე ხო მაისის თვეზე არის ლაპარაკი, ანუ თუ ესეთი მაისი დადგა, და გვექნება სიჭარბე, მაშინ გარკვეულ გათიშავიზებია პრიორიტეტი. ვის გათიშავს დისპეჩერი პირველი. ეს არის ხოლმე კითხვა. აქ ახლა ისეთი არის, ძალიან თეორიული კითხვა არის. კი, აბსოლუტურად. ანუ ბევრი თუ უნდა აეწყოს, ბევრი რაღაც უნდა ვარსკვლავები უნდა და თანავარსკვლავედი უნდა დაეწყოს თავის წრფივად რომ ეს სცენარი დადგეს, მაგრამ როგორც ინვესტორები ისევ ჩვენ და ისევ ბანკები ყოველთვის ესე უყურებენ რა, ანუ უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის მზად. და მთავრობასაც ამას თხოვენ, რომ ყველა შემთხვევისთვის წესები უნდა ვიცოდეთ. ეხლა თითქოს არსებობს მოსაზრება, რომ ჯერ ჰიდროსადგურები მუშაობენ მერე ქარი და მერემზე, ანუ გათიშვას პირიქით მოყვებიან, თუმცა ეს ჯერ ფურცელზე გადატანილი კანონში გადასული, არც კანონ პროექტში გადასული ჯერ არ არის. ამიტომ ეს ჯერჯერობით მაინც არის ვიცით აი ქალბატონი მარიამის განცხადებიდან. რეალურად რა იქნება და როგორ იქნება არ ვიცით, ან რა დოკუმენტებში გადავა, ესეც ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თუმცა ამაზე რომ მიდის მუშაობა, ამაზე რომ ფიქრობთ და საუბრობთ, უკვე კარგი არის. რა თქმა უნდა თეორიული მომავალია, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ყველას ურჩევნია იცოდეს ამ თეორიულ მომავალში რა მოხდება. ვიდრე მერე დახვდეს სიურპრიზი. ბუნებრივია ეს მართლაც ინვესტორების განსაკუთრებით შუა ხა ბანკებზე საუბრობთ ხო და იმავე ფორუმზე, ჩვენ ეკონომიკურ ფორუმზე ბატონი კოკოსაძე იყო, რომელმაც აღნიშნა მასთან ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, კითხვა იყო მის მოხსედებამდე და სხვა შორის საინტერესო ციფრაც აღნიშნა 700 მილიონის პროექტები მარტო წარდგენილი ბანკში და ბუნებრივია ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპროგნოზოდ ეხლა რომ აი ეს გადაწყვეტილება რომ ეს ნათქვამია, სად აისახება, რომ ვთქვათ შესაბამისად გათვლადი იყოს და ბევრი დრო არ გვაქვს, მაგრამ ძალიან მინდა რამოდენიმე კითხვა მაინც მოვასწრო უფრო მეტი. მინდოდა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია ჩემი აზრით, რაც ძალიან ბევრს საინტერესებს და აუცილებლად მინდა კითხოთ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ვიდრე კაბელს შევეხებით, ასევე ახლა დეტალურად გავხსენით, მაგრამ ასევე
სადისკუსიო საკითხია ხშირად მსხვილ ხესებთან დაკავშირებული თემა, რამდენად ჩვენ გვჭირდება მსხვილი ხესები. ამ ბევრ შემთხვევაში არსებობს წარმომადგენელი, შესაძლებელია ბევრი მცირე ხესით ჩვენ მივიღოთ იგივე შედეგი, თუ გვჭირდება თუ არა მსხვილი ხესი. რეალურად ის ორი დადებითი ეფექტი, რაზეც ჩვენ წაყან ვისაუბრეთ, არის ერთი ზამთრის გენერაცია და მეორე დღის განმავლობაში რამდენიმე საათიანი რეზერვი. ეს ორი საჭიროება არის, რომელსაც მხოლოდ რეზერვუარიანი ჰიდროსადგური გვპასუხობს. ახლა ამას დავარქმევთ დიდს, საშუალოს თუ პატარას ფაქტია. ხო, საუბარი ხო კონკრეტულ თქვა ნამახვანზე, თქვა ნესკრაზე, თქვა ხუდონზე, რაც აი სამი, რომელიც ასე ვთქვათ, განსაკუთრებით გაჟღერებულია ტრიალებს. ეს სადგურები არის, რომლებიც გვაძლევენ ზამთრის დეფიციტისთვის საკმარის დამაგროვებელ საშუალებებს. ამის კარგი მაგალითია ენგური, რომელიც თქვენ მოიყვანეთ. ენგური არის იდეალური, მაგრამ დღეს ჩვენ ენგური რო არ გქონდეს, როგორც ქვეყანას ენერგოსისტემას რა ეშველებოდა არ ვიცი. ანუ რეალურად ენგური გვაძლევს ზამთრის გენერაციას, ენგური გვაძლევს საათობრივ გენერაციას, ყველა ტიპის რეზერვს ელექტროსისტემისთვის ქმნის ენგური და ანუ ეს არის საშუალება, რომლითაც ყველაფერს ვაკეთებთ რეალურად რა. ანუ იგივე ქარის და მზის სადგურების დაერთებაზე ვერ იქნებოდა ლაპარაკი, რომ არ გქონდეს ენგური. იმიტომ რომ აი ეს საათობრივი მერყეობა, რაც არის დამატებითი გამოწვევა ელექტროსისტემისთვის, ამას ჯერჯერობით მხოლოდ ენგურით ვპასუხობთ და ახალი სადგურები თუ არ შევიდა ექსპლუატაციაში, ის 1700 და 1300 ვერ შესრულდება. იმიტომ რომ სისტემა ვერ გაუძლებს ამხელა მერყევ პესიმისტურ სცენარზე წასვლას. ამხელა მერყევ გენერაციას ვერ გაუძლებს ამ დამატებითი სიმყარის გარეშე. და გადამცემ ხაზებს და ექსპორტზეც აუცილებლად უნდა დავამატოთ, რომ ანუ იმ თეორიულ სცენარშიც კი, რომელშიც თქვით, რომ ანუ მაისში თუ შეიქმნა ეს სიჭარბე, მაშინ ვის გათიშავენ, გათიშვის რისკი არ იქნება, თუ ჩვენ გვექნება კარგი ქვეყანათა შორისი ხაზები. და თუ გაკეთდა ექსპორტი. ანუ ექსპორტი რეალურად ხო დამატებითი მოთხოვნა არის, ხო? ანუ ადგილობრივი მოთხოვნა თუ არ არის საკმარისი ამ გენერაციის და ასათვისებლად, მაშინ უნდა გქონდეს საექსპორტო ხაზები, რომ საექსპორტო ბაზრებზე გავიდეს ჩვენი ელექტროენერგია. და იმ გეგმების მიხედვით, რაც თავრობას აქვს, რაც 10 წლიან გეგმაში იყო გაწერილი და დღემდე რჩება, გვაქვს იმის საშუალება, რომ თურქეთში გავიტანოთ ეს ელექტროენერგია, რაც სიჭარბე შეიძლება გქონდეს საბაზისო სცენარის მიხედვით. სომხეთში გვაქვს ხაზის გაძლიერების პროექტი და იქ გავიტანოთ ელექტროენერგია. რუსეთთან გვაქვს ელექტროგადამცემი ხაზი და კიდევ თუ გავძლიერებთ, კიდევ იქაც გავიტანთ და შავი ზღვის კაბელი იქნება საშუალება, სადაც აი თუნდაც ის ზედმეტი ენერგია, რომელსაც მზის სადგური მოგცემს პიკის საათებში, ყველაზე კარგი საშუალება ამის ათვისების. ფასების აუცილებლად დიახ, აი რასაც თქვენ აი ამის ათვისების ყველაზე საუკეთესო საშუალება არის ევროპაში გადაწყდა. იქ არის საათობრივი გრაფიკი, ტარიფები. ანუ იქ დღის განმავლობაში, როდესაც მაღალი არის მოხმარება, ტარიფიც მაღალი არის. ღამე, როდესაც დაბალი არის მოხმარება, ტარიფიც დაბალი არის. და ამიტომ ჩვენ ეს მზის სადგურების ეს პროფილი გვაწყობს, თუ იქნება შავი ზღვის კაბელი. ამ საათებში გავიტანთ სწორედ ევროპის მიმართულებით და დამატებით შემოსავალს მივიღებთ სწორედ იმ საათებში, როდესაც იქ არის მაღალი ტარიფი. და იდეალურად დაჯდება ეს ორი პროფილი ერთმანეთთან, უბრალოდ ამისთვის საჭირო არის ხაზის დროულად მშენებლობა და დამატებითი ალტერნატივების განვითარება. ფასი რა თქმა უნდა არ გვაქვს ხა იმის მოლოდინი, რომ იქ ისეთი ფასი იქნება და იქ ისეთი დეფიციტი იქნება, რომ აი ჩვენ ენერგიაზე დაიხოკავენ კალთას, მაგრამ ყველაფერი არის ფასის ამბავი, ყველაფერი არის დამატებითი შესაძლებლობის ამბავი. კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა, რასაც ეს ხაზი აჩენს, არის რომ ევროკავშირს აქვს განახლებადებზე, ასე ვთქვათ, კვოტები თუ მიზნები, სამიზნე მაჩვენებლები, რომ მათი მოხმარების გარკვეული პროცენტი უნდა მოდიოდეს განახლებადი ენერგიიდან. და ჩვენი მაღალი წილი განახლებადების არის დადებითი ამ შემთხვევაში ქვეყნის ჩვენ კონკურენტულ ოპერატორობას გვაძლევს. გვაძლევს ამ ხაზის ათვისების ნაწილში იმის გარანტიას, რომ პირველად ჩვენ ენერგიას წაიღებენ, ეს გვაძლევს, რომ მეტი განახლებადი გვაქვს ენერგომიქსში. კი ბატონო და ჩაგვეხლართა და გაგვერთულდა ნაწილი. არა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ზუსტად გავაკეთეთ ამ ნაწილს, აუხსენით ექსპორტის საჭიროება, სწორი ექსპორტის საჭიროება და მათ შორის ის კითხვებიც და ის გამოსავალიც, ასე რომ ვთქვათ, გარკვეულწილად გამოსავალს უნდა ბრჭყალებში უხმარებს რომ ახლა მზის შემთხვევაში რა მოხდება თუ ეს სიჭარბე იქნება. ანუ ამისი გამოსავალს ბუნებრივია არის საექსპორტო პოტენციალის ათვისება. აქ ელექტროსისტემას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ჭირდება. ხანდახან გვავიწყდება ხოლმე გამომუშავებასთან ერთად რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხაზებს ბუნებრივია ამ შემთხვევაში და ელექტროსისტემა და ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებს ამ კუთხით, მაგრამ დიდი სამუშაო აქვს
კიდევ გასაკეთებელი. ბოლო შეჯამების სახით მინდა გითხოთ, რომ იმისთვის რომ თქვენი ოპტიმისტური სცენარი, თავრობის ამბიციური სცენარი ვიტყოდი ასე და რატომაც არა, ამ წელში იქნას მაქსიმალურად შესრულებული. ამდენად საჭირო კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს კერძო სახელმწიფო სექტორს შორის დიალოგი იმისთვის, რომ ყველა ეს ძირითადი გამოწვევები იქნას უფრო სწრაფად გადალახული ამ კუთხით. ცალსახად რამდენიმე გამოწვევა არსებობს, ხო? ერთი არის მოსახლეობასთან ურთიერთობა, მაქსიმალურად გჭირდება ყველა პროექტში გამჭირვალობა, ადრეულ ეტაპზე მოსახლეობის ჩართვა, რომ მოსახლეობის მხრიდან პროტესტის შეგრძნება იყოს ნაკლები. მე რასაც და ეს ჩემი პირადი აზრი არის, რომ ბევრი რამის შემცირება შეიძლება თუ დიალოგი იქნება ადრე დაწყებული და კარგად და მარტივად ახსნილი. ჩვენც ახლა გვიჭირს ხოლმე ხანდახან მარტივ ენაზე ინფორმაციის გადაცემა, მეტად როდესაც ჩაჩვეულები ვართ ესე ჩვენ ენაზე საუბარს მარტივი ენით ამ ყველაფრის გამოცემა. გადაცემებს და ეხმარება დღეს დარწმუნებულობა ბევრი რამე კარგად ახსენით ძალიან თქვენ. მეორე ხა თან თეორიულ ექსპორტის პოტენციალებზე საუბრობთ და თან იმპორტ დამოკიდებულებაზე ეხა მოსახლეობა ორივე ნაწილს რო ისმენს ნართულია გაიგონ რეალობა სად არის და რეალობა იქ არის რომ რაც შეძლო მეტი გენერაცია გვჭირდება ძალსახად. ამიტომ ეს პირველ რიგში ეს არის მოსაგვარებელი რა რომ კარგად აიხსნას ყველასთვის საჭიროება, ადრე იყოს დაწყებული კომუნიკაცია და ასე შემდეგ. მეორე არის რთულია ხოლმე არ გვიყვარს ამის ხსენება ბიუროკრატიული გამოწვევები, რაც აქვთ სადგურებს, მაგრამ ფაქტი სახეზე არის, რომ არის ხოლმე სხვადასხვა დონეზე. ხანდახან ეს არის ადმინისტრაციული ბარიერები, რაც ხანდახან ეს არის მცირე სოფლის დონეზე მიწის ყიდვით დაწყებული, ხანდახან ეს არის მემორანდუმის გაფორმების თარიღი და ვადები, ხანდახან ეს არის სხვადასხვა კვლევისთვის საჭირო ვადები და ამის გადავადება ყოველ შემთხვევაში ეს საკითხი მოსაგვარებელი არის, ასაჩქარებელი არის და თუ სადმე შეიძლება ინვესტორს რომ გვერდში დაუდგეს ფავრობა, ჩემი აზრით უნდა დაუდგეს. ალბათ იყო ხოლმე ადრე საუბარი, რომ რაღაცა ერთი ფანჯრის პრინციპით ვამუშაოთ ესენი, რომ მუნიციპალიტეტთან ცალკე არ იმუშაოს და ცენტრალურ თავობასთან, მაგრამ რთული ნაწილი იყო. იგივე ეს გრედას კანონმდებლობა, რომელიც არსებობს, ხო, თან მუნიციპალიტეტის ჩართულობა, თან ადმინისტრაციის, ადგილობრივი, ესეც კარგი და წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. რა თქმა უნდა, მშენებლობის პროცესი ხანდახან ჭიანურდება მილიონი სხვადასხვა პრობლემის გამო. თუნდაც ის, რომ პროექტები რთული პროექტები არის და ბევრი ნაწილისგან შედგება და ამიტომ დაგვიანების ფაქტორებიც არსებობს. კვალიფიციური მშოხელი ჭირს ქვეყანაში. ალბათ ყველა სექტორში ჭირს, მაგრამ აქაც ანუ ინჟინრების, მშენებლების გარკვეულწილად არის ხოლმე საჭირო უცხოური გამოცდილების ჩამოტანა, რაც თალკე გამოწვევებთან გახდა ასოცირებული. და ანუ აქაც გარკვეულწილად დარგს წაეხმარებოდა მეტი პროფტექნიკური განათლების საშუალებები, რეგიონალური განათლების საშუალებები და ასე შემდეგ. ანუ ესეც ერთ-ერთი გამოწვევა არის, რომელიც ესე ერთ და ორ წელიწადში ალბათ არ აღმოიფრება, მაგრამ გრძელვადაში ალბათ მისახედია. ენერგეტიკა ისეთია. ამ ხელა ფაიფლაინზე როცა ვსაუბრობთ, გვჭირდება ადგილობრივი ინჟინრები და მშენებლები, რომ ეს ყველაფერი აშენდეს და მერე მოვუაროთ. ანუ ქარის სადგური თითქოს მარტივია საშენებელია, მაგრამ იმას მერე ხო ჭირდება მოვლა, პატრონობა, რემონტი და ამისთვისაც უცხოელები რომ ჩამოუყვანოთ, მშვენიერი შესაძლებლობა არის, რომ ადგილზე ჯგუფმა ისწავლოს, განავითაროს და ადგილობრივი რესურსი იყოს ამაზე ჩართული და ასე შემდეგ. კი ბატონო, ის მართლაც ის გრძელვადიან გეგმები რაც გვაქვს, ამას თუ არ მიყვა ბუნებრივია სამუშაო ძალა, კვალიფიციური სამუშაო ძალა, საბამისად ეს მუდმივად ამ კუთხით პრობლემა იქნება. დარწმუნებული ვარ, ესეც და რამდენადაც ვიცი, რაღაც მოვლენებს მეც ვერ გავასწრებთ და ამ კუთხით არსებობს ასევე გეგმები და ვნახოთ ამას სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ვისაუბრებთ. შემდეგ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხავთ, მარიამ, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ამ ძალიან კარგი კვლევისთვის და ყოველთვის როდესაც სექტორებს აკვირდებით, გალს კიდევ ერთხელ მადლობა მისი კვალიფიციური ანალიზისთვის, რომელიც ბევრ რამეში ეხმარება სახელმწიფოსაც და ნუ ჩვენთვის მისწრება ეს მიმოხილვებისთვის და
სექტორის წარმომადგენლებისგანაც ვიცი შესაბამის შეფასებები. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო. მადლობა ესეთი დადებითი შეფასებისთვის. მადლობა თქვენ მედარწმუნებული. მხოლოდ მიხარია. ძალიან მართლაც ეს ობიექტურად ასეა და ასევე მედარწმუნებული ვარ, რომ აი ჩვენ დღევანდელი საუბარი, როცა საუბრობთ ცნობიერების ამაღლებას, მოსახლეობის ინფორმირებაზე, აბსოლუტურად ჩვენ სახელმწიფოს როლს ვერ შევასრულოთ, მაგრამ სახელმწიფოს დავეხმარებით ამ ნაწილში, რომ მეტი ინფორმაცია მივცეთ მოსახლეობას. მადლობა კიდევ ერთხელ გავდავართ თქვენ. დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარ სიახლეებს თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე ბიზნეს ინსაიდერ.gr. მე კი ასევე ტრადიციულად ხვალამდე დაგემშვიდობებით.